დღევანდელი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი. 2025 წლის 21 მაისიდან 4 ივნისამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით საქართველოსთან მეოთხე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციები გამართა. გზავნილების შესახებ გიყვებით საქმიან საღამოში. ყოფილი გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამ დროისთვის ფინანსთა მინისტრს 6 მოადგილე ყავს. სამთავრობო ცვლილებების შესახებ გიყვებით რამდენიმე წუთში. გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი აუდიტის სამსახურის უფროსი ხდება. ის დღეს პოსტზე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. მისივე თქმით, გენერალ აუდიტორად გაბიტაშვილის არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტორის სამსახურს. მოგესალმებით, საქმიანი საღამოა გადაცემა ბიზნესზე, ეკონომიკაზე და გეოპოლიტიკაზე. ჩვენი გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო მისიის ვიზიტი დასრულდა. საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაში შესაბამისი პრესკონფერენცია დღეს გაიმართა, რომელსაც IMF-ის მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაჟდენბერგი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დაესწნენ. პრესკონფერენციაზე, რომელსაც IMF-ის ლიდერებს და სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებს შორის არაერთი შეხვედრა უსწრებდა წინ, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა ფონდის პოლიტიკური რეკომენდაციები გასცა და საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. IMF-ის წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა დადებითად შეაფასეს და ზრდის პროგნოზი 1.2% პუნქტით 7.2%-მდე გაზარდეს. ამერიკაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიდევ ერთი ორგანიზაცია გახდა, რომელმაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დადებითი მიმართულებით გადახედა. საქართველოს ეკონომიკა მაკროგამძლეობით გამოირჩევა ადგილობრივი, გლობალური და რეგიონული გამოწვევების მიუხედავად. ეკონომიკა 2024 წელს 9.4%-ით გაიზარდა, რაც ძლიერი მოხმარების, ტურიზმის, IT-ის და სატრანსპორტო სექტორებში მაღალი ზრდით იყო გამოწვეული. წელს ველით, რომ საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 7.2%-ით გაიზრდება, რაც შეეხება ინფლაციას, ის 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ იყო და არის სამიზნე ორიენტირთან და იმედი გვაქვს ასეთ შენარჩუნდება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 4%-ის ფარგლებში იქნება. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც აქცენტი გავაკეთეთ, ეს არის საერთაშორისო რეზერვები, რომლის დონე ადეკვატურ დონეზე ნაკლები იყო. თუმცა პოზიტიურია, რომ ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა ბოლო თვეებში, რითაც შეავსო რეზერვები. საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე რისკს გაუსვა მხას, რაც გლობალური სავაჭრო წნეხიდან, რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე ომის და იმ ეკონომიკური პირობების გამო, რაც გლობალურად არსებობს. მათი გამოძახილი საქართველოზე ასეთი იქნება. ახალი სანქციები შეიძლება გავლენას ახდენს საქართველოზე, თუ ეს სანქციები განხორციელდა. ადგილობრივად იყო წნეხი პოლიტიკურ მდგომარეობას გულისხმობდა, სანქციების ხელახლა დაწესებამ შეიძლება ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა მოახდინოს. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის განახლებასთან ერთად IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა დღევანდელ ბრიფინგზე ფონდის პოლიტიკური რეკომენდაციებიც გააშხერა. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, სების მმართველობის მოდელი უნდა შეიცვალოს. IMF-ის შეფასებით, სების საბჭოში გადაწყვეტილებები კოლეგიალურად უნდა მიიღებოდეს, ხოლო პრეზიდენტს დისკრეციული გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა შეეძლოს. ფონდი მთავრობის მიმართ ფინანსური ტრანსფერების შეზღუდვაზეც საუბრობს. ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება მაკროეკონომიკური სტაბილურობის ცენტრალური საკითხია. საბჭოში ვაკანსიების შევსება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნა პირველი მისასალმებელი ნაბიჯია. ეროვნული ბანკი ახლა უნდა ფოკუსირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის ცვლილებაზე, მათ შორის უზრუნველყოს საბჭოში არააღმასრულებელ წევრთა უმრავლესობის არსებობა. შეზღუდოს მთავრობის მიმართ დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შესაძლებლობა და ნათელი გახადოს და დამატებით გააძლიეროს ეროვნულ ბანკში უფლებამოსილების გადაცემის და საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის კრიტერიუმები. ასევე რეკომენდირებულია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიღების მოდელის შეცვლა და საპრეზიდენტო გადაწყვეტილების მოდელიდან კოლეგიალურ მოდელზე გადასვლა.
ეროვნული ბანკის ფინანსთა სამინისტროს და IMF-ის ერთობლივ ბრიფინგზე მხარეებად დღეს საქართველოში ფონდის პროგრამის აღდგენაზე ისაუბრეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ალეხანდრო ჰაშტენბერგის შეფასებით, მთავრობის გადასაწყვეტია უნდა თუ არა მას IMF-ის ახალი პროგრამა. კითხვაზე თუ რამდენად სჭირდება საქართველოს IMF-ის ახალი პროგრამა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების, მათ შორის ევროინტეგრაციის შეჩერების და დასავლელ პარტნიორებთან გართულებული ურთიერთობების ფონზე, ჰაშტენბერგი აღნიშნავს, რომ გარკვეული სისუსტეების მიუხედავად საქართველოს ძლიერი პოზიციები აქვს და IMF-ი ქვეყანას დამატებით სარგებელს აძლევს. IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280 მილიონი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. ბევრ საკითხს განვიხილავთ, არის განსხვავებული პერსპექტივები. ყოველთვის ყველა საკითხზე ვერ ვთანხმდებით და ვფიქრობთ, ეს ბუნებრივია. იყო გარკვეული საკითხები, რაზეც სრული თანხმობა არ გვქონდა, მაგრამ იყო მნიშვნელოვანი პროგრესი პროგრამის მიუხედავად. მაგალითად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით, ფინანსური სექტორის სიჯანსაღის გაუმჯობესების მიმართულებით. ამჟამად საქართველოს ძლიერი პოზიცია უჭირავს ბუფერული მიმართულებებით. რეზერვების რჩება ერთ-ერთ სისუსტე, თუმცა ზოგადი სიტუაცია ძლიერია. IMF-ის პროგრამის სარგებელი კი ისაა, რომ ის აძლიერებს და აუმჯობესებს გზებს, რომლებითაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყანას ეხმარება. თუ ქვეყანას IMF-ის პროგრამა აქვს, მას უფრო მეტი რესურსი დაეთმობა, ვიდრე ქვეყანას, რომელსაც პროგრამა არ აქვს. ჩატარდება უფრო მეტი მისია, იქნება უფრო დიდი ტექნიკური დახმარება, უფრო დიდი გუნდები. ამ სარგებელს იძლევა IMF-ის პროგრამა. ეროვნული ბანკის სათავო ოფისში დღეს გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე უწყების პრეზიდენტმა ნათია ტურნავამ ისაუბრა. სების პრეზიდენტის შეფასებით საერთაშორისო რეზერვების შარშან გაყიდული წილი დღეს სრულად ამოვსებულია. რეზერვების გარდა ნათია ტურნავამ ინფლაციური სტატისტიკაც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ინფლაციური მოლოდინები კარგად არის მართული. ნარჩუნდება ინფლაცია მიზნობრივი დონის ირგვლივ. ასევე მნიშვნელოვანია, რაც ასევე აღინიშნა, რომ ინფლაციის ესეთი კომპონენტი, როგორც არის საბაზო ინფლაცია, რომელიც სამოხარებლო კალათიდან გამორიცხავს მაღალი მერყეობის მქონე პროდუქციას, კვლავ ნარჩუნდება მიზნობრივ დონეზე ქვევით 2% იყო მაისის მდგომარეობით. და ეს მნიშვნელოვანი ინდიკატორია იმისა, რომ ინფლაციური მოლოდინები არის კარგად მართული. მეორე ამოცანა, რომელიც დგას ეროვნული ბანკის წინაშე, ეს არის ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა. ამ თვალსაზრისითაც შეფასება დადებითი არის, თუმცა იმის გათვითცნობიერებაც არის, რომ სამუშაო არის სხვადასხვა მიმართულებით იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ესეთი ჯანსაღი მდგომარეობა საფინანსო სექტორში. საფინანსო სექტორი, საბანკო სექტორი არის კარგად კაპიტალიზებული, აქტივების კარგი ხარისხით, საკმარისი ბუფერებით, რაც გვაძლევს იმედს, რომ გაზრდილი საერთაშორისო გაურკვევლების პირობებში სხვადასხვა რისკს კვლავაც გაუმკლავდება ჩვენი საფინანსო სისტემა, როგორც ამას აქამდე წარმატებით აკეთებს. ბატონო ალეხანდრომ და მათ დასკვნაშიც არის საუბარი, ეს არის საერთაშორისო რეზერვების შევსების აუცილებლობა. ეს ამოცანა არის და კვლავაც დარჩება ჩვენი მთავარი საზრუნავი, რათა გავზარდოთ ადეკვატურობის დონე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს და ეს დასკვნაშიც არის ცალსახად აღნიშნული, რომ ბოლო დროს შექმნილმა ხელსაყრელმა პირობებმა, კერძოდ ძლიერმა სავალუტო შემოდინებებმა ბაზარზე, ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა მნიშვნელოვანი ოდენობით დაებალანსებინა უცხოური ვალუტის გაყიდვები, რომელიც ჩვენ შარშან შემოდგომაზე რის გახორციელებაც მოგვიხდა. ხა მე დამატებით მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად ქვეყნდება ეს მონაცემები, ამას თავისი წესი აქვს. დღეის მონაცემებით ჩვენ შარშან შემოდგომაზე გაყიდული თანხების ოდენობას უკვე ბევრად ვაჭარბებთ და ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ბაზის ბანკი Liberty Bank-ს ყიდულობს, როგორც BMG-ს წყარომ განუცხადა, გარიგება სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში დასრულდება, მაგრამ თანხის მოცულობა ჩვენთვის უცნობია. დაახლოებით 2 თვის წინ Liberty Bank-ის გაყიდვის სურვილი BMG-ს თავად ბანკის მფლობელმა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ დაუდასტურა. ბაზის ბანკი ამ საუბარში სწორედ მაშინ გამოჩნდა. Liberty საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით ბანკი 5 მილიარდ 450 მილიონი ლარის აქტივებს ფლობს, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელის მოცულობა 3 მილიარდ 900 მილიონი ლარია.
წლის პირველ 4 თვეში ბანკმა 40 მილიონი ლარის მოგება დააგენერირა. საფუძვლად ამისა, ბაზის ბანკი სიდიდით ქვეყანაში მეოთხე ადგილს იკავებს. ის ჩინური Hualink ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში აქტიურად ინვესტირებს. წლის პირველ 4 თვეში ბანკმა 31 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო. შედეგად თუ კი გარიგება მართლაც დასრულდა, ახალი ბანკის აქტივების მოცულობა 9 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი კი თითქმის 7 მილიარდი ლარი იქნება. ამ ჩვენებლით ბაზის ბანკი საქართველოს საბანკო სისტემის 100%-იან წილს დაიკავებს. საქსტატმა საქართველოს კერძო სექტორის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვა წლიურად 14.9%-ით გაიზარდა და 55 მილიარდ 900 მილიონი ლარი შეადგინა. სექტორებს შორის ბრუნვით პირველ ადგილზე აზარტული თამაშების სექტორია, სადაც 20 მილიარდ 100 მილიონი ლარის ბრუნვა დაფიქსირდა, რის შედეგადაც მან ვაჭრობის სფეროს გადაუსწრო. მეორე ადგილზე სწორედ საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი მოხვდა, რომლის ბრუნვამ 18 მილიარდ 300 მილიონი ლარი შეადგინა. 4 მილიონი ლარით მეოთხე ადგილს დამუშავებელი მრეწველობის სექტორი იკავებს, ხოლო მეხუთე ადგილზე მყოფი მშენებლობის სექტორის ბრუნვა არასრული 3 მილიარდი ლარის ტოლია. მთავრობაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. ყოფილი გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ანუ ამ დროისთვის ფინანსთა მინისტრს უკვე 6 მოადგილე ყავს. საინტერესოა, რომ მანამ სანამ ყავლაშვილი გენერალურ აუდიტორად დაინიშნებოდა, ის 7 წლის განმავლობაში სწორედ ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი დაინიშნება, რომელსაც პროკურატურაში და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პარალელურად გენერალური პროკურორის მოადგილედ გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც დროებით გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს. ამ დრომდე გვარაკიძე თბილისის პროკურორი იყო, მანამდე კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. საქართველოში შექმნილ რეალობაზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიზნესზე საუბარი BMG-ზე საქმიანი საღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ეს თემაში არჩია თელარი გალანტიამ წერტილის დღევანდელი ეპიზოდისთვის, რომელიც საღამოს 10:30-ზე დაიწყება. ნახოთ გადაცემის ანონსი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა ხდება ბირჟებზე. ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა და მისი გავლენა ქართველებზე. რჩევები ემიგრანტებს, ანუ რა უნდა იცოდნენ და როგორ უნდა მოიქცნენ შეერთებულ შტატებში მყოფი ქართველები. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საინვესტიციო კლიმატი. რამდენად აღიქმება ჩვენი ქვეყანა ისევ დასავლური კურსის მქონე ბაზრად უცხოელი ინვესტორებისთვის და დღევანდელ საქართველოში ინვესტორის შემოყვანა უფრო რთულია თუ შენარჩუნება. დღეს საღამოს 10:30-ზე BMG TV-ზე ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული კომპანია EK Law Office-ის თანადამფუძნებელი იურისტი ეკატერინე ეგუტია წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. საქმე საღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟებზე საუბრით და განვლილი სავაჭრო სესიის შეჯამებით უნდა დავიწყოთ, რომელიც საკმაოდ პოზიტიური იყო ამერიკული ბაზრისათვის და საშუალოდ დაფიქსირდა 0.5%-იანი ზრდა. ამ ეტაპზე უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე დიდად გამოკვეთილი ტენდენცია არ ჩანს, როგორც ხედავთ. მცირედი მატება გვაქვს ის 0.04%-ია S&P 500-თან მიმართებით, Dow Jones-ის ინდექსი ფაქტობრივად უცვლელია, Nasdaq-ის შემთხვევაში კი 0.08% გვაქვს ზრდა. შესაბამისად, დიდად გამორჩეული სესია ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში უოლ-სტრიტზე არ ფიქსირდება. გადავინაცვლოთ ევროპასა და აზიაში, სადაც შედარებით უფრო უკეთესად გამოკვეთილი ტენდენციებია, როგორც ხედავთ, 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია ევროპის მასშტაბით არის დაახლოებით 0.5%-ით გაზრდილი, პლუს 0.42% აქვს შანხაის ინდექსი, ხოლო ნიკეის შემთხვევაში მატება არის პლუს 0.80%, ანუ აზიისა და ევროპის რეგიონში შედარებით უფრო პოზიტიური განწყობა გვაქვს ვიდრე ამერიკაში. გადავინაცვლოთ ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც გვაქვს კალება საშუალოდ 1%-იანი, გაიაფებული არის, ანუ ნავთობი ბრენტის ფასი როგორც ხედავთ $65 ნიშნულს ჩამოწდა, ხოლო WTI $63-ზე უფრო იაფად ივაჭრება. ასევე კლება გვაქვს ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, აქ ვარდნა დაახლოებით 1%-ია და როგორც ხედავთ მეგავატ-საათი ენერგიის ფასი შეადგენს დაახლოებით 35.9 ევროს. აქ უნდა ვისაუბროთ რა თქმა უნდა ოქროზეც, რომელიც დღეს გაძვირდა, პლუს $20 გვაქვს უნციაზე ფასი და ამჟამად ღირებულება შეადგენს $3,373, რაც როგორც თავად ხედავთ ერთ წლიან პერიოდში არის 53%-ით გაზრდილი მაჩვენებელი. კრიპტო ინდუსტრიაზეც უნდა გადავინაცვლოთ, რომელიც ამ ეტაპზე მცირედ კორექციას აფიქსირებს, როგორც ხედავთ, დაახლოებით 3%-ით არის შემცირებული ბაზრის საერთო შეფასება და ის ამჟამად შეადგენს $3.440 მილიარდ.
ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე არის 105,300-ის ფარგლებში, ეთერიუმი კი დაახლოებით $2,700 ივაჭრება. კაპიტალიზაცია ამ ყველაფრის ფონზე ეთერიუმისა გვაქვს 321 მილიარდი, ბიტკოინის შემთხვევაში 2,94 მილიარდი დოლარი. აქვე უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც მოგეხსენებათ, ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილნი. დავიწყოთ ამ შემთხვევაში საქართველოს ბანკით, რომელმაც დღეს +1.20% დააფიქსირა დაახლოებით. TBC-სთან კიდევ უფრო უკეთესი ვითარება გვაქვს და მზრდა არის, როგორც ხედავთ, +2.26%, რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ვალუტას, მისი გასული კურსიც გამყარებული არის ბოლო პერიოდში დოლართან მიმართებით და ამჟამად ის შეადგენს 2.73. ევროს გასული კურსი გვაქვს 3.10, ბოლოს სტერლინგის გასული კურსი არის 3.69. აქვე ბოლოს, რა თქმა უნდა, ორივე სიტყვა უნდა ვთქვათ, ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზე, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს Foresight Investment Group-ი. ეს არის Foresight-ის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათოსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 8.97%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტი სკოლის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს 10%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გაირცხებათ ყოველდღიურ ფორმატში. მისი გატანა თანხის მოცულობის გაზრდაში ნებისმიერება კი თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group-ი კი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, ესეთი ვითარება გვაქვს ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, საქმიანი საღამოს კი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგრძელებთ. დღევანდელ გადაცემაში ბევრს ვისაუბრებთ ტურიზმზე, რადგან რამდენიმე წუთში რეიტინგების ფორმატში უნდა გაგაცნოთ მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტები, ანუ ის ადგილები, ის ხელისწერტილები, სადაც ყოველწლიურად ყველაზე მეტი ადამიანი ხვდება სხვადასხვა მიზეზით, ძირითადად ესენი ტრანზიტული აეროპორტები არის, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს, ასე რომ თუ გაინტერესებთ, თუ რომელი აეროპორტი ატარებს ყველაზე მეტ მგზავს წლის განმავლობაში, დაგვეღოდათ, რადგან ამ კითხვას სულ რამდენიმე წუთში უპასუხებთ. დღეს ასევე საქმიან საღამოში ვისაუბრებთ ერთ ძალიან მასშტაბურ გარიგებაზე, რომელიც განახორციელა იაპონურმა Toyota. ეს გარიგება უკავშირდება ისევ და ისევ Toyota's Holding-ში შემავალ ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას, რომელშიც რეალურად გადახდილი არის დაახლოებით 33 მილიარდი დოლარი. ძალიან დიდი ხანია Toyota-ს და საერთოდ არც ერთ სხვა კომპანიას მსგავსი მასშტაბის ტრანზაქცია არ განახორციელებია და მის შესახებ სულ რამდენიმე წუთში მოგიყვებით. მანამ სანამ გაგაცნობთ ამბებს გლობალური ბიზნესიდან, მოგიყვებით თუ რა მოხდა დღეს მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააგრძელა ის რიტორიკა და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მას ჰქონდა გამოცხადებული რამდენიმე კვირის წინ, მანამ სანამ შეჩერდებოდა დროებით ტარიფების მოქმედება, რადგან თუ კი ახლა ტარიფები, უბრალოდ თუ კი მაშინ ტარიფები მთელი მსოფლიოსთვის გარკვეულწილად შეჩერდა, ახლა გადავიდა დონალდ ტრამპი ისეთ ტარიფების გაზრდაზე, რომლებიც არ არის ნომინირებული კონკრეტული სახელმწიფოების მიმართ, არამედ მოქმედებს აბსოლუტურად ყველაზე. ერთ-ერთი ასეთი ტარიფი არის ტარიფი, რომელიც ადრე 25%-იანი იყო და დაწესებული იყო ფოლადის და ალუმინის იმპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანუ ნებისმიერი კომპანია, რომელიც განახორციელებდა ალუმინის და ფოლადის იმპორტს ამერიკის შეერთებულ შტატებში და არ იყიდდა ადგილობრივად წარმოებულ ამ პროდუქციას, ვალდებული იქნებოდა, რომ 25%-ით მეტი გადაეხადა, უბრალოდ 25% გადაეხადა პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მის მომხმარებელს სულ მცირე 25%-ით მეტი გადაეხადა ამ პროდუქტების სამწუხაროდ, რადგან როგორც წესი ტარიფები პირდაპირ აისახება მომხმარებლებზე და კომპანია როგორც წესი თითქმის არასდროს არ იხდის ტარიფების ტვირთს. ტარიფების ტვირთი გადადის მომხმარებლებზე, რაც საბოლოო ჯამში ზრდის ინფლაციას. როგორც ამბობენ და როგორც არის გარკვეული, მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოს არ შეეხება ეს ტარიფები, რადგან ამ ქვეყანასთან დონალდ ტრამპმა გააფორმა რამდენიმე კვირის წინ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ახალი სატარიფო რეჟიმის და ზოგადად ახალი სავაჭრო პოლიტიკის შექმნას და ამიტომაც გაერთიანებული სამეფო ამ გადაწყვეტილებიდან არის გასული, მაგრამ სხვა ნებისმიერ ქვეყანას ეს პირდაპირ უკავშირდება და ისინი ვალდებულები იქნებიან გადაიხადონ კონკრეტული ტარიფი. როგორც ამბობენ ექსპერტები, ყველაზე დიდ დარტყმას ამით მიიღებს კანადა და მექსიკა, რომელთა წინააღმდეგ იყო თავის დროზე ეს შემოღებული როგორც ერთ-ერთი ნაბიჯი, რადგან ისინი დიდი იმპორტიორები არიან ორივე ამ მეტალისა, ამერიკის ექსპორტიორები არიან მეტალებისა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო ამერიკა არის თავად იმპორტიორი დიდწილად და შემოაქვს სწორედ ეს მეტალები ძალიან ბევრი ქვეყნისგან, რადგან ამერიკაში ძალიან ბევრი მშენებლობაა, ინდუსტრია ძალიან განვითარებულია და ფულადი და ალუმინი კი ორივე გამოიყენება როგორც სამშენებლო სამუშაოებში, ასევე ალუმინი მაგალითად გამოიყენება გამაგრილებელი სასმელების ქილების წარმოებაში და ძალიან ბევრ სხვა რამეში ტექნოლოგიებში, მათ შორის ძალიან აქტიურად გამოიყენება ორივე ეს მეტალი.
მასე მოთხოვნა ძალიან დიდია და ტარიფების ზრდამ ფასების მატებაც გამოიწვია უკვე პირდაპირ აი ახლა ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ მოთხოვნის შემცირებას ჯერჯერობით არავინ არ პროგნოზირებს, რადგან როგორც თქვი ამერიკაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ წარმოება გაგრძელდეს, მით უმეტეს თუ კი დონალდ ტრამპს სურს რომ მხარეებმა და დიდმა კომპანიებმა გადმოიტანონ წარმოებები ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუ კი კომპანიები ამას გააკეთებენ, მაშინ მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და ამიტომაც ფასი სულ რომ გაიზარდოს, ამან წესდარიგით მოთხოვნა არ უნდა შეამციროს, როგორც თქვი მოკლედ ზოგადად სავაჭრო შეთანხმებების მოლაპარაკებაზე მიდის პროცესი, ჯერჯერობით ასეთი სრულმასშტაბიანი შეთანხმება დიდწილად მხოლოდ გარეთ სამეფოს დამოქმედებს, მაგრამ აგრეთვე არის რამდენიმე არაბული ქვეყანა, მათ დიდად არ ეხებათ ალუმინის და ფოლადის იმპორტზე დაცებული შეზღუდა, მაგრამ მათაც მოურიგდა დონალდ ტრამპი, ოღონდ სხვანაირად ისინი ასობით მილიარდს და ტრილიონობით დოლარებს დააბანდებენ AI-ის განვითარებაში, ახალ ტექნოლოგიებში და ახალ მიმართულებებში ზოგადად, რომლებიც აი ახლა იწყებს განვითარებას, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკა ვითარდება, რაღაცები იცვლება და ერთ-ერთი ცვლილება უკავშირდება სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტს, რომლის ხელმძღვანელის პოსტიც ოფიციალურად დატოვა ილონ მასკმა, ის წამოვიდა ტრამპის ადმინისტრაციიდან, ვინაიდან 130 დღიანი ვადა, რომელიც კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული, უბრალოდ არის ამოწურგული, შესაბამისად ტრამპს არ შეუძლია იქ საქმიანობის გაგრძელება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტრამპი იყო ასე ვთქვათ, ილონ მასკთან სრულ სინქრონში, ხარდაჭერაში, მაგრამ ილონ მასკი ბოლო დროს ტრამპს გაუდგა და მან ჯერ იყო და რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ის დიდად არ ეთანხმებოდა ბიუჯეტის საკითხს, რომელიც ტრამპმა წამოჭრა პირველად კონგრესში და რომელიც უკვე გავიდა პრინციპში კონგრესში და ახლა უკვე გასულ 24 საათში ილონ მასკმა სრულად გაილაშქრა ტრამპის წინააღმდეგ და თქვა ისეთი რამ, რაც მას აქამდე არასდროს არ უთქვამს. მისი ციტირება არის ესეთი, ეს არის ამაზრზენი საძაგლობა. ეს კანონპროექტი, რომელიც მიიღო სენატმა, რადგანაც ეს არის გიგანტური, კოლოსალური, ძალით გაბერილი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ამაზრზენი საძაგლობაა და რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს. როგორც ილონ მასკი განმარტავს რეალურად ამ კანონპროექტით, რომელიც ტრამპმა დააინიცირა, იზრდება სამთავრობო ვალის მოცულობა, ვინაიდან იმატებს ბიუჯეტის დეფიციტი და თავად ეს ვალი შემდეგ მომავალში დააწვება ისევ და ისევ ამერიკის მოსახლეობას, რომელმაც ეს ვალი უნდა გადაიხადოს მომავალში. აქ შეიძლება 10, 20, 30 წელიწადზე იყოს საუბარი, რაც რა თქმა უნდა ტრამპს და ამჟამინდელ პარტიას არ ადარდებთ, რადგანაც 20 წელიწადში თავად ტრამპი ფიზიკურად დედამიწაზე უბრალოდ ვერ იქნება. შესაბამისად მისი საშფოთავი ეს პრობლემა ნამდვილად არ იქნება. ამიტომაც ილონ მასკი არის უკმაყოფილო და ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი, რასაც აკეთებს ახლა უკვე ტრამპის ადმინისტრაცია, მისთვის არის მიუღებელი და თავად ეს ბიუჯეტის პროექტი სრულ წინააღმდეგობაში არის დოუჟის, ანუ სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის სულისკვეთებასთან, რის გამოც საერთოდაც ილონ მასკი მოვიდა ერთ დროს პოლიტიკაში და საერთოდაც მისი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ამერიკას უნდა შეემცირებინა თავისი კოლოსალური ვალი, მაგრამ როგორც ჩანს, ტრამპს ახლა უკვე ამ ვალის გაზრდას დამატებით დაახლოებით 5 ტრილიონი დოლარით, რაც, ну, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებაა, რაც იდეოლოგიურად არის ილონ მასკისათვის მიუღებელი და სწორედ ამიტომაც ის ამბობს, რომ მას მეტი მოთმენა და ატანა აღარ შეუძლია და მან უნდა თქვას ის, რასაც ფიქრობს და, ну, ეს განცხადება რამდენად კარგად ჩაივლის ილონ მასკისთვის საკითხავია, რადგანაც როგორც წესი ტრამპს ძალიან არ უყვარს, როდესაც მას აკრიტიკებენ და თანაც აკრიტიკებენ ისეთი ადამიანები, რომელთაც ის თulis მეგობრად და პარტნიორად, ხოლო მასკი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო ტრამპის მთავარი მეგობარი, მთავარი მხარდაჭერი, როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად, სოციოლოგიურად, მაგრამ როგორც ჩანს ის უკვე განუდგა ტრამპს და შეიძლება ეს განდგომა შემდეგ უკვე მომავალში განხეთქილებაშიც კი გადაიზარდოს. პარალელურად ამისა, ჩინეთიდან ისმის საინტერესო სიახლეები, საწარმოო ინდექსი და აქტივობა არის შემცირებული, PMI-ის მაჩვენებელი შეადგენს ახლა 48.3%, რაც პანდემიური პერიოდის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთში ვითარება არის მარტივად რო თქვა ძალიან ცუდი, ეს მაჩვენებელი თუ კი 50-ს აჭარბებს, ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, თუ კი 50-ზე დაბლა, ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვერ იზრდება და ეკონომიკური აქტივობა არის შემცირებული. ჩინეთის შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდექსია, რადგან ჩინეთის კლიენტში და პროდუქტის და ზოგადად ეკონომიკის დაახლოებით მე-13 მოდის წარმოებაზე, ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი სახელმწიფოა, აწარმოებს ყველაფერს ისი წარმოება შეიძლება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთში არ გაჩერდეს წარმოება, რადგან თუ კი წარმოება გაჩერდა და ამის შედეგები ჩვენ ვიხილეთ პანდემიისას, როცა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ჰქონდა სიცივეს გამოცხადებული და ქარხნები გაჩერდნენ, მთელი მსოფლიო დიდწილად გაჩერდა, ხო, მაგ დროს, რადგან Sony 5 იყო ახალი გამოსული, მაგალითად Sony 5-ის შეძენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, დეფიციტი იყო ყველაფრის, მთელ მსოფლიოში. ავტომობილები გააქრა პლანეტაზე. მანქანებით, მათ შორის არაფრის ყიდვა იყო ძალიან რთული, რადგან უბრალოდ ჩინეთი
გარკვეულწილად ჩაიგდა როგორც მთავარი მიმწოდებელი ძალიან ბევრი რამის. მიზეზებს შორის სახელდება რამდენიმე, მათ შორის ცხადია ტრადიციულად არის კოლაფსის პირას მყოფი უძრავი ქონების სექტორი, რომელსაც ვერა და ვერ ეშველა ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი სახლი ჯერაც არის სრულად გაუყიდავი, აშენებული, ადამიანები იპოთეკას აღარ იღებენ, აღარ სახლდებიან ცალკე და შესაბამისად ბინები აღარ იყიდება და ეს პირდაპირ აზრალებს ბანკებს, რომელთა შემოსავლის ძალიან დიდი ნაწილი მოდის იპოთეკებზე. აგრეთვე მკვეთრად გაძვირებული კრედიტია და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა ბინები რომ არ იყიდება, რადგან ძალიან ძვირი ღირს სესხი და ძვირი სესხის პირობებში ადამიანებს ურჩევნიათ რომ იქირაონ, ვიდრე იყიდონ, რადგან ეს უფრო იაფი უჯდება და ეკონომიკურად უფრო მიზანშეწონილია მაგ შემთხვევაში ასე მოქცევა. კიდევ ერთი მიზეზი არის მომადებული ინფლაცია და მსოფლიოს მასშტაბით ჩინურ პროდუქციაზე შემცირებული მოთხოვნა, რაც აგრეთვე ძალიან დიდი ფაქტორია, რადგან თუ კი მოთხოვნა შემცირდება, ესე იგი შემოსავალი შემცირდება, ესე იგი რეინვესტირების მაჩვენებელი შემცირდება და საბოლოო ჯამში მივიღებთ ნაკლებ წარმოებას. ეს ყველაფერი არის ციკლური და ბიზნეს ციკლის სწორედ ამ ფაზაში ვიმყოფებით. ახლა ინფლაციის პირობებში კი და ტარიფების პირობებში ყველაფერი არის გაძვირებული. შესაბამისად პროდუქციაც გარკვეულწილად არის გაძვირებული, რადგან გაძვირებულ პროდუქტს ნაკლებს ყიდულობენ და შესაბამისად მოგების მარჟით ხდება როგორც წესი ამ ყველაფრის დაბალანსება, რადგან თვალ ყველაფერს მომხმარებელს ვერ გადაახტევინებ, ასე ეკონომიკა არ მუშაობს. ამიტომაც მოკლედ ესეთი ვითარება არის ჩინეთში, მაგრამ ეს ხშირად ქვეყნდება ეს მაჩვენებელი და შეიძლება ვითარება შეიცვალოს, მით უფრო რომ წლის განმავლობაში სი ძინპინს გაცხადებული აქვს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიდოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ამას პირდაპირ გაგებით ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი შეეძინება ჩინეთში. ხო, ჩინეთში თუ ეკონომიკურად სხვა სახარბელო ვითარება არ არის, იგივეს ვერ ვიტყვით ევროკავშირზე, სადაც როგორც იქნა რაღაც პოზიტიური ნიშანწყალი გამოჩნდა და ეს უკავშირდება ინფლაციის შემცირებას, რომელიც ახლა უკვე ოფიციალურად შეადგენს ევროზონის მასშტაბით 1.19%-ს. ეს არის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი. პირველად აფიქსირდა ასეთი რამე ჯერ კიდევ პანდემიის დადგომის შემდეგ, ანუ გარკვეულწილად ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ECB-მ გაიმარჯვა თავისი განაკვეთების პოლიტიკით და ინფლაცია მივიდა იქ, სადაც საჭირო იყო. ახლა უბრალოდ მთავარი ის არის, რომ ეს დაღმასვლა კიდევ არ გაგრძელდეს და ქვეყანა ნულოვან ან დეფლაციურ ვითარებამდე არ მივიდეს, რაც შეიძლება ფურცელზე კარგად ჩანდეს, მაგრამ ეკონომიკისათვის არის ძალიან ცუდი. მოკლედ, შემცირება წინა თვესთან შედარებით არის 0.3%-იანი პუნქტი, მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი დაფიქსირდა ამ მიმართულებით და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის შემცირებული საბაზისო CPI, რომელიც გამორიცხავს ენერგორესურსებისა და სურსათების ფასებს. ეს მაჩვენებელი ამჟამად შეადგენს 2.3%-ს, ნაცვლად 2.7%-ისა, ანუ აქაც ძალიან კარგი შედეგი ფიქსირდება და სავარაუდოდ ორ თვეში უკვე CPI-ც იქნება სამიზნე 2%-იან ნიშნულზე, ამის შემდეგ უკვე ECB თამამად გამოაცხადებს გამარჯვებას და ამის შემდეგ სავარაუდოდ ეტაპობრივად გადავალთ ისევ და ისევ იმ 1%-იან, 1.5%-იან ზონაში, სადაც ECB-ს განაკვეთი არის ხოლმე ტრადიციულად, შეიძლება ნულოვანი განაკვეთების ეპოქაც კი ვიხილოთ, რადგანაც ევროკავშირს ახლა ძალიან ეკონომიკური ბიძგი, ბუსტი იმისათვის, რომ ის გაიზარდოს, რადგანაც ბოლო რამდენიმე წელია ჯერ კიდევ პანდემიიდან მოყოლებული ევროზონის ეკონომიკა ისე ვერ იზრდება, როგორც აქამდე იზრდებოდა, რადგანაც ერთი კრიზისიდან მეორეში გადადის რეგიონი, ხოლო ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ბუსტის მიმცემი ეკონომიკისათვის შეიძლება იქნეს ECB-ს მხრიდან დაწესებული დაბალი ან ნულოვანი განაკვეთი, რომელსაც რა თქმა უნდა ძალიან კარგად ხვდებიან, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს და ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ ECB-ში ახლა უკვე ამ შესაძლებლობაზე აქტიურად ფიქრობენ. ევროზონიდან გადავინაცვლოთ კიდევ ერთ ევროპულ სახელმწიფოში, შვეიცარიაში, რომელიც არც ევროზონაში შედის და არც მათ შორის ევროკავშირში, რადგან ის ნატოში და არც არსად. ხო, იმიტომ რომ ის ტრადიციულად იყო ყოველთვის ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც გამოჩვეული იყო ძალიან ბევრი რამით, მათ შორის ერთ-ერთი იყო ძალიან რბილი პოლიტიკა ფინანსური კუთხით, მათ შორის ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის, ამ ადამიანების დიდი ნაწილი იყო რუსეთის მოქალაქეობის მქონე, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა 2022 წელს, მას შემდეგ პირველად დააწესა სანქციები შვეიცარიამ და შვეიცარიის როლი დიდწილად უკვე შეითავსა დუბაიმ, სადაც გადავიდნენ უმეტესწილად მდიდარი რუსები, რადგან დუბაი ცხადია მათ სანქციებს არ უწესებს და არაბთა გაერთიანებული საამიროები ზოგადად. შვეიცარიამ მორიგი სანქციები დააწესა უკვე რუსეთის წინააღმდეგ, მე-17 პაკეტზე მუშაობს ევროკავშირი და აი ამის პარალელურად ხდება
მუშაობა თავად შვეიცარიაში იქნება ძალიან გავს შვეიცარიის ახალი პაკეტი ევროკავშირის მეჩვენებითი პაკეტი ხადი იდენტური არ არის მაგრამ რაკიღა ევროკავშირში იღებენ მას ძალიან ბევრი რამის გადმოღება შეიძლება შვეიცარიიდან რადგან ტერიტორიულად და შინაარსობრივად ისიც ევროკავშირივით არის მიუხედავად იმისა რომ ევროკავშირი ფორმალურად არ არის ამიტომაც მოკლედ 99 რუსული კომპანია და 17 ფიზიკური პირი შემოვიდა ამ სანქციების რეჟიმში აგრეთვე 199 საზღვაო ფლოტი და საზღვაო ხომალდი და ტანკერი რომელთა უდიდესი ნაწილი არის ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში ანუ იმ გემების ძალიან დიდ რაოდენობაში რომელთაც სანქციებისგან თავის სასარგებლოდ იყენებს რუსეთის ფედერაცია ისინიც დასანქცირებულია ისევე როგორც ევროკავშირის მიერ და აგრეთვე გააფართოვა შვეიცარიამ იმ პროდუქტების დასაშვებების სია რომელთა ყიდვა-გაყიდვა რუსეთთან არ შეიძლება. მოკლედ ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო სანქციების დაწესება შვეიცარიამ და თუ კი ომი არ მოარჩა, მაშინ ეს პოლიტიკა ალბათ მომავალშიც გაგრძელდება. ამ პოლიტიკასთან და ზოგადად გლობალურ მოვლენებთან დაკავშირებით მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წამყვანი ეკონომისტები ავრცელებენ ვრცელ კვლევას, რომელიც აერთიანებს რამდენიმე წამყვანი ეკონომისტის მოსაზრებას და საერთო ჯამში შეჯამებულად აფასებს გლობალურ ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელსაც ეკონომისტები ნეგატიურად უყურებენ, რადგან ტრამპის მოსვლით, მათ შორის კონფლიქტების გაჭიანურებით, სავაჭრო ომის წამოწყებით და იმ ყველაფრით რაც ხდება, ეკონომისტებს აქვს მოლოდინი, რომ წელს ზრდა იქნება მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები, კერძოდ გლობალური მატების მაჩვენებელი ეკონომიკისა იქნება 2.8%. ამის 9%-იან კლებასთან გვაქვს აქ საქმე. ყველაზე ცუდი შედეგი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ანუ კორექტირებული შედეგი იქნება ამერიკას. ზრდა იქნება 1.3%, ან შეიძლება უფრო დაბალიც კი, რაც ისე და ისე ამ გაურკვევლობას, სავაჭრო ომს და ამერიკიდან ინვესტორების გადინებას უკავშირდება. ასევე ცუდი მოლოდინი აქვთ ევროზონასთან მიმართებითაც ეკონომისტებს აქ საერთოდ 1%-იან ან უფრო ნაკლებ პროცენტიან ზრდას მოელიან, რაც გასაგები მიზეზებით არის, აქ არის როგორც სავაჭრო ომი, ასევე კონფლიქტის მიმდინარეობა, ასე ვთქვათ, სხვა კრიზისები, რაც ევროპაში ისედაც არსებობს და ამას ემატება ის მოცემულობა, რომ ზოგადად დასავლური სამყარო არის შენელებული და ამ ყველაფრის ფონზე იზრდება აზია. კოლოსალური ტემპით, სადაც ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი აქვს საერთოდაც ინდოეთს, რომელიც სავარაუდოდ რეკორდსმენი გახდება წელს და დიდ ეკონომიკებს შორის იქნება ყველაზე დიდი ზრდა, ეს იქნება +6.4% და ამითი ძალიან მალე, სავარაუდოდ 1 ან 2 წელიწადში ინდოეთი გახდება პლანეტის რიგით მესამე ყველაზე დიდი სახელმწიფო ეკონომიკით, რა თქმა უნდა, ამერიკისა და ჩინეთის შემდეგ. ჩინეთსაც საკმაოდ კარგი ზრდა ექნება წესით +4.3%, მაგრამ როგორც ვთქვით, მართლ კომუნისტურ პარტიას საერთოდაც 5%-ზე აქვს გათვლა და ზოგადად ჩინეთში უყვართ ხოლმე იმ მიზნების მიღწევა, რასაც ისახავენ და არ გაგვიკვირდება თუ ჩინეთი 300 მილიარდს ჩაასხამს ეკონომიკაში იმისათვის, რომ ეს მიზანი როგორღაც იქნეს მიღწეული, რადგან თუ ეს არ მოხდება, როგორც შენ აქამდე აღნიშნე, შეიძლება რამდენიმე ასეული ადამიანი შეეწიროს ამ მიზანს. აქვე ეკონომისტები მას ამბობენ, რომ თუ კი არ გამოსწორდა ვითარება და რაღაცნაირად არ გაჩნდა მოლოდინი მომავალთან დაკავშირებით შედარებით მკაფიო, მაშინ სავარაუდოდ დაღმასვლის ტენდენცია კიდევ უფრო მეტად გამწვავდება და შეიძლება 2025 წელი იქცეს მსოფლიოსათვის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ წლად ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, რადგანაც ინვესტორებს ყველაზე მეტად ეშინიათ გაურკვევლობის ამ დროს ისინი არაბანდებენ ფინანსებს, არ იზრდება ბიზნესი, ეს ყველაფერი იწვევს, რა თქმა უნდა, უმუშევრობას, შემცირებულ შემოსავლეს, შემცირებულ ხარჯებს და ეს ყველაფერი მიდის, რა თქმა უნდა, სტაგნაციამდე, ხოლო სტაგნაცია, რა თქმა უნდა, არავის არ გვინდა. მოკლედ, აი ასეთი ამბები არის სოფლიოში, ჩვენ კი დროა გადავინაცვლოთ გლობალურ ბიზნესზე და სოფლიოში მოხდარ კორპორაციულ გარიგებებზე და დროა ვისაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გარიგებაზე, რომელიც 2025 წელს მოხდარა და სავარაუდოდ წლის ბოლომდე მოხდება კიდეც, რადგანაც ასეთ გარიგებებს ძალიან იშვიათად უხედავთ და ის უკავშირდება ყველაზე მსხვილ იაპონურ კომპანიას, მის შესახებ კი დღის რიცხვის ფორმატში მოგიყვებით. იაპონურმა ავტომწარმოებელმა გიგანტმა Toyota Motor Corporation-მა 33 მილიარდ დოლარი Toyota Industries-ის ყიდვა გადაწყვიტა, რომელიც საფონდო ბირჟაზე დამოუკიდებლად დალისტული კომპანიაა. მართალია, ორივე კომპანიის სახელი კი იჩირო Toyota-ს უკავშირდება, თუმცა ერთი კომპანია ავტომობილებს აწარმოებს და მას ჩიოს შთამომავალი Akio Toyoda ხელმძღვანელობს, ხოლო მეორე კომპანია ინდუსტრიული წარმოების სექტორშია და სპეცტექნიკას დანადგარებს და სპეციალურ მოწყობილობებს აწარმოებს. როგორც Toyota Motors ხელმძღვანელობა აცხადებს, Toyota Industries-ის გამოსყიდვით კომპანია წარმოების ოპტიმიზირებას და ეფექტიანობის გაზრდას შეძლებს, ხოლო თავად ინდუსტრიული კომპანიის ხელმძღვანელები საბაზრო შეფასებასთან შედარებით ძალიან დიდ პრემიუმს მიიღებენ. უნდა აღნიშნოს, რომ თავდაპირველად გარიგება 42 მილიარდად იყო შეფასებული, თუმცა შემდგომ თანხის მოცულობა 9 მილიარდი დოლარით დაკორექტირდა. ექსპერტების შეფასებით ამ გარიგებით
Toyodas ოჯახს და თავად აკიოს იაპონურ კონგლომერატზე გავლენის გაზრდა სურთ, რადგანაც ამ გარიგებით ყველაზე დიდ სარგებლოს სწორედ Toyodas ოჯახი მიიღებს, რომელიც Toyota მოტორის უმსხვილესი აქციონერია. ფინანსურ სარგებლთან ერთად ისიც გასათვალისწინებელია, რომ Toyotas კონგლომერატი იაპონიაში ყველაზე მნიშვნელოვან ჰოლდინგად ითვლება და მის მფლობელ ოჯახს ქვეყანაში უდიდესი პოლიტიკური და სოციალური გავლენა აქვს. უშუალოდ ავტომწარმოებელ კომპანიას რაც შეეხება მისი საბაზრო შეფასება 250 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის პლანეტაზე ყველაზე მეტ ავტომობილს ყიდის. ფინანსურ სირთულეებთან გამკლავების გზით და გზაზე Volkswagen ჯგუფმა, რომელიც გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონგლომერატია და საერთოდ საავტომობილო ინდუსტრიის ჭეშმარიტი გიგანტია, გადაწყვიტა, რომ გერმანიაში 20,000 თანამშრომელი გაათავისუფლოს, რაც სამუშაო ძალის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ეს უკავშირდება როგორც უშუალოდ Volkswagen-ში დასაქმებულ ადამიანებს, ასევე იმ თანამშრომლებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ჯგუფში შემავალ სხვადასხვა კომპანიებში, არაერთი ცნობილი და დიდი და გავლენიანი საავტომობილო ბრენდის ავტომობილებს და მათ ბრენდებს ვხედავთ მოკლედ ამ ჰოლდინგში. მომდევნო 5 წლის განმავლობაში კომპანია დამატებით 15,000 თანამშრომელს შეამცირებს, რაც მოკლედ აგრეთვე ხარჯების ოპტიმიზაციის და სხვადასხვა გზით რამენაირად შემოსავლის ზრდაში დაეხმარება კომპანიას, რადგან კონკურენცია არის ძალიან დიდი, მათ შორის ჩინეთში და ჩინური კომპანიების მხრიდან, რომლებიც განსაკუთრებით ელექტრომობილების მიმართულებით Volkswagen ძალიან დიდ პრობლემას უქმნიან, არადა Volkswagen-ის ელექტრომობილები სწორედ ჩინეთში არის საწყობილი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი მაინც ირჩევს BYD-ს და სხვა ცნობილ საავტომობილო ჩინურ საავტომობილო კომპანიებს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში გაყიდვებით მაინც ევროპული ბრენდები ლიდერობენ, მათ შორის Volkswagen-ია, მათ შორის არის Škoda და კიდევ რამდენიმე ისეთი ბრენდი, რომელიც შეიძლება ნაკლებად იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის, მათ შორის Cupra და ასე შემდეგ, რომელიც აგრეთვე შედის Volkswagen-ის შემადგენლობაში. მოკლედ, ჩინეთის ბაზარზე მოკიდება ძალიან უჭირს კომპანიას და ალბათ ფული რაც გათავისუფლდება, სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯება, რადგან ეს სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია, ელექტრომობილები ძალიან უყვართ და ძალიან გაჯერებული არის ეს ბაზარი, ამიტომაც თუ კი ავტომობილი იქი წარმოება, უნდა რომ Volkswagen-ს რომ გაყიდოს იქვე ავტომობილები, რათა ძალიან დიდი მოგების მარჟა დარჩეს. აქვე უნდა ვისაუბროთ კიდევ ერთ საკითხზე, ეს უკავშირდება არც მეტი არც ნაკლები Bill Gates. ეს არის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარი მეწარმე, რომელმაც დააფუძნა პლანეტის ყველაზე მსხვილი კომპანია Microsoft-ი, 3.5 ტრილიონიანი ტექნოლოგიური გიგანტი. თავად Bill Gates-ი Microsoft-ის დააფუძნების გარდა ცნობილი არის Gates Foundation-ით, რომელიც არის საკმაოდ ფონდი და მისი მიზანი არის მსოფლიოს ყველაზე განუვითარებელი სახელმწიფოების დახმარება ამ მიმართულებით Bill Gates საკუთარი ქონებიდან მილიარდობით დოლარი აქვს გაღებული და უკვე მან განაცხადა, რომ მის 200 მილიარდიან ქონებასაც, როდესაც ის გარდაიცვლება, გადაიბარებს Gates Foundation-ი, რომელიც ამ ქონების უდიდეს ნაწილს მოახმარს აფრიკის კონტინენტის განვითარებას. აქ საუბარი არის რამდენიმე სახელმწიფოზე, მათ რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ რეალურად ეს დახმარება და აქ Gates-ი ძალიან საინტერესო არგუმენტს ამბობს და მისი ლოგიკა არის შემდეგგვარი. ვინაიდან პლანეტის ყველა კონტინენტი ასე თუ ისე თავადაც ვითარდება, აფრიკა არის ერთადერთი კონტინენტი, რომელიც ვერ ვითარდება გარე ჩარების გარეშე, რადგანაც იქ საბაზისო მოთხოვნებიც კი არ არის დაკმაყოფილებული, იქ არ არის არც მედიცინა, არც სამედიცინო დახმარება, არც განათლება, არც უსაფრთხო საკვები, არც წყალი. შესაბამისად, აქ საჭირო არის ძალიან დიდი ინვესტიციის ჩადება, რომელსაც კომპანიები ამ ეტაპზე ვერ გაიღებენ, ვინაიდან იქ არის კოლოსალური რისკები. შესაბამისად, ერთადერთი გზა აფრიკის კონტინენტის განვითარებისა ეს არის კერძო ფილანტროპია, მარტივად რომ ვთქვათ. Bill Gates-ი ამით ვერანაირ სარგებლოს ვერ მიიღებს, თუმცა აფრიკის კონტინენტი შეძლებს განვითარებას და შეიძლება 100 წლეულში მაგალითად ისეთ განვითარებულად იქცეს, როგორც დღეს არის აზიის კონტინენტი, რაც რა თქმა უნდა, კაცობრიობისათვის საერთო ჯამში დიდი გამარჯვება იქნება და ეს შეგვიძლია სიკეთეთ ჩაუთვალოთ Bill Gates. Bill Gates-ის თანხის დიდი ნაწილი მათ შორის მიმართული იქნება ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში, რაც თავარი პრიორიტეტია ერთ-ერთი. თავარი პრიორიტეტია სწორედ მისი ფონდის, მიუხედავად იმისა, რომ ფონდი როგორც ცნობილია, ასაღრაუდოდ შეწყვეტს ფუნქციონირებას და გარკვეულწილად სხვაგან მიიმართება ეს თანხები დროთა განმავლობაში. ბიოტექნოლოგიებში არის კიდევ ერთი სიახლე, Bristol Myers Squibb არის ასეთი კომპანია, რომელიც მზად არის გადაიხადოს არასრული 12 მილიარდი დოლარი კიდევ ერთ კომპანიაში, უпростоრად პარტნიორობაში, რომელიც შედგება BioNTech-თან. BioNTech-ი არის კომპანია, რომელმაც Pfizer-თან პარტნიორობით შექმნა Pfizer-ის mRNA ტიპის
ვაქცინა, რომელიც საქართველოში რამდენიმე წლის წინ COVID-ის დროს შემოტანილი იყო და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიან საშუალებად ითვლებოდა იმ დროს COVID-ის პრევენციისთვის. ამგვარად განსხვავებული ინტერესები აქვს და ორივე მხარეს ისინი თანამშრომლობენ ძირითადად სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე, რაც ერთგვარი ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა ბოლო პერიოდში, რადგან კომპანიები დიდ თანხებს ავანდებენ აქ, რადგან ბაზარი დიდია სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს სჭირს სიმსივნე და ამ პრობლემას შეიძლება მოგვარება და ასეთ პრობლემებს როგორც ეს ყოველთვის აგვარებენ ფარმაკოლოგიური კომპანიები, რომელთა მიზანი არის რომ დაავადებები აღმოფხვრან, რადგან ერთი მხრივ ეს კარგი საქმეა, მაგრამ მეორე მხრივ ცხადია, ისინი ამით იღებენ ძალიან დიდ ფინანსურ სარგებელს. ამიტომაც უნდა დაველოდოთ, მაგრამ ერთი რაც უკვე ცხადია, თითქმის 17% გაიზარდა BioNTech-ის შეფასება, რომელიც ისედაც საკმაოდ დიდი კომპანია იყო, მაგრამ როგორც ჩანს, გარიგებას კარგად უყურებენ და ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ალბათ მომდენო აწლეულების განმავლობაში ჩვენ არაერთი დაავადების აღმოფხვრვის გზას ვიხილავთ, რადგან ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოყენება ხელოვნური ინტელექტის არის სწორედ პროტეინების ფორმულებზე მუშაობა, რადგან ხელოვნური ინტელექტის გაცილებით უკეთესად შეუძლია ვიდრე ნებისმიერ ადამიანს და ამან შეიძლება ექსპონენტურად დააჩქაროს კვლევა და განვითარება, რაც საბოლოო ჯამში ალბათ მიგვიყვანს იმ ეპოქამდე, როცა დაავადებები იმ დოზით ყოველ შემთხვევაში აღარ იარსებებს, რა დოზითაც ისინი არსებობს დღეს. აი ესეთი ამბები არის გლობალურ ბიზნესში, ჩვენ კი თქვენთვის მოსაყოლი ერთი თემა დაგვჭირდა, რომელიც უკავშირდება გლობალურ ტურიზმს. ზუსტად ერთ წუთში ახალი ამბების მოკლე ყოლის შემდეგ გაგაცნობთ იმ აეროპორტებს, რომლებიც ყოველწლიურად ყველაზე მეტ ადამიანს ემსახურება. დაგულებთ. 2025 წლის მაისი EPM ტერმინალს ფოთმა 58629 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც მათი მონაცემებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. იანვარ-მაისის მონაცემებით ჯამში EPM ტერმინალს ფოთმა მთლიანობაში 255,944 TEU კონტეინერი დაამუშავა. აღნიშნული რაოდენობა 13.44%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მონაცემებს. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი სპეკულაციებს უწოდებს ცნობას ცენტრის გაუქმების შესახებ, თუმცა დღეს 4 ივნის გავრცელებულ განცხადებაში წულეისკირი თავადვე ადასტურებს, რომ ცენტრის ფუნქციებს სამომავლოდ სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი გაახორციელებს. მართველი პარტია ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახაკალაძემ ახალი კომპანია კალა კაპიტალ თბილისი მაისში დააფუძნა. დღეს კი კომპანიის დირექტორის ცვლილებებზე შეიტანა განაცხადი. თბილისის მერის მიერ ახალი კომპანიის დაფუძნების შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა. მოგზაურობა ის არის, რაც ადამიანებს ძალიან გვიყვარს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის თვალსაჩინოს გაფართოებისთვის და ზოგადად განვითარებისთვის და ის ამის შესაძლებლობას ნამდვილად გვაძლევს. ამასთან ტურიზმი ძალიან დიდი ბიზნესიცაა, რომელმაც გასულ წელს რეკორდული ზრდა აჩვენა. 2024 წელს ავიაკომპანიებმა 9.5 მილიარდი მგზავრი გადაიყვანეს, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელზე მეტია, ანუ ადამიანები დღეს იმაზე მეც მოგზაურობენ, ვიდრე პანდემიამდე. ექსპერტების პროგნოზით მიმდინარე წელს მგზავრთა რაოდენობა 10 მილიარდამდე გაიზრდება, რაც ახალი აეროპორტების მშენებლობას, ავიაკომპანიების განვითარებას და სხვადასხვა ქვეყანაში საშუალო ფენის გაფართოებას და გამდიდრებას უკავშირდება. ადამიანები, რომელთაც მოგზაურობა სურთ, აეროპორტებში იკრებებიან და დღეს საქმიან საღამოში რეიტინგების ფორმატში სწორედ იმ აეროპორტებს გაგაცნობთ, რომლებიც ყველაზე მეტ მგზავრს ემსახურებიან ყოველწლიურად. ამ რეიტინგის პირველ ადგილზე არის ატლანტის აეროპორტი, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი აეროპორტი, მდებარეობს ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში, მის დედაქალაქში და ის ემსახურება ყოველწლიურად 108 მილიონ ადამიანს, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ძირითადად რეისები სრულდება Delta Airlines-ის მიერ, რომელიც არის ყველაზე დიდი ავიაკომპანია პლანეტაზე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკული კომპანია ის და სწორედ ის არის ბაზირებული ამ აეროპორტში. ცხადია, სხვა ავიაკომპანიებიც დაფრინავენ და ჯამში ვიღებთ 300 მიმართულებას. თავად ეს აეროპორტი ჯერ კიდევ 1926 წელს გაიხსნა, ცხადია, მას შემდეგ არაერთი რეკონსტრუქცია ჩატარდა, გაფართოვდა ის, შეიქმნა ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლები, ინფრასტრუქტურა განვითარდა, არაერთხელ შეიცვალა, მაგრამ საბოლოო ჯამში ის რა ფორმითაც დღეს არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობაა, სხვა შორის ის იმდენად დიდი და მასშტაბურია, რომ მიწის ქვეშა კომუნიკაციები იმდენად არის გაყვანილი, რომ ყოველწლიურად 250,000 ადამიანი მგზავრი გადადის ერთი ტერმინალიდან მეორეში, სწორედ მიწის ქვეშა კომუნიკაციების გზით, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ამ აეროპორტს აქვს. აგრეთვე, მოკლედ, თავად Delta Airlines-ი დღეში 1000 რეისს ასრულებს და ძალიან საინტერესო ლოკაცია აქვს აგრეთვე ამ აეროპორტს, რადგან 80%
პროცენტი ამერიკის მოსახლეობის ცხოვრობს, ისე არის გეოგრაფიულად ეს განლაგებული, რომ ცხოვრობს დაახლოებით 2 საათიანი ფრენის გარშემო, ანუ მოკლედ საშუალოდ 80% მოსახლეობისა რომ მივწვდეთ ამერიკელებისა დაახლოებით 2 საათიან შუალედში რეინჯში დისტანციაში არიან ისინი სწორედ ატლანტიდან. ეს განპირობებულია იმით, რომ კალიფორნიაც იქვეა, მეორე სანაპიროც იქვეა და ცხადი ადამიანები ალასკაზე დიდწილად არ ცხოვრობენ და მოკლედ ისე გამოდის გეოგრაფიულად, რომ სამხრეთში უფრო მეტი ადამიანი არის კონცენტრირებული, ვიდრე ჩრდილოეთში შესაბამისად ეს განაწილება ამიტომაც გამოდის ასეთი საინტერესო. მეორე აეროპორტი, რომელზედაც უნდა ვისაუბროთ, არ არის ამერიკაში, პირიქით ის არის გაცილებით შორს ამერიკისაგან და ეს არის ბაზირებული დუბაიში, ანუ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ეს არის, რა თქმა უნდა, დუბაის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც არის წარმოდგენილი წლიურად 92 მილიონიანი ტრაფიკით, ხოლო აქ არის დაფუძნებული რამდენიმე კომპანია, მათ შორის არის Emirates და Fly Dubai. Emirates საერთოდაც ითვლება პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ყველაზე მაღალი კლასის ავიაკომპანიად. მიმართულება კი არის დაახლოებით 270 და ეს ყველაფერი უკავშირდება არაბთა გაერთიანებული საამიროების სტრატეგიულ ლოკაციას, ვინაიდან ეს არის თავისი შინაარსით ტრანზიტული აეროპორტი, სადაც დაახლოებით ფრენების ნახევარი არის სწორედ ტრანზიტული დანიშნულებით, ანუ ადამიანები იქ ჩადიან არა იმიტომ, რომ დუბაიში მიდიან, არამედ იმიტომ, რომ გადაჯდნენ და შემდეგ გადავიდნენ სხვა მიმართულებაზე. სწორედ ეს არის ამ აეროპორტის მთელი შინაარსი. ამ ყველაფერს ის განაპირობებს, რომ დუბაი თავისი არსით რეგიონული ჰაბია, სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ფინანსურად, ასევე ეკონომიკურად, სავაჭროდ და მათ შორის ავიაფრენების მიმართულებითაც და სხვადასხვა საინტერესო არის ის მოცემულობა, რომ ამ აეროპორტში არის განთავსებული მაღაზიების რეკორდული რაოდენობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამდენი duty free ტიპის მაღაზია საერთოდ არსად არ არის პლანეტაზე, რადგანაც ძალიან მარტივი ლოგიკა არის აქ, როდესაც ადამიანები დუბაიში ჩადიან, იქ როგორც წესი მათ უნდათ ხოლმე შედარებით ძვირადღირებული ნივთების ყიდვა, ხოლო ამ ნივთების დიდი რაოდენობა სწორედ ამ აეროპორტში არის წარმოდგენილი. ასევე ეს აეროპორტი არის უზრუნველყოფითი როგორც მეტროთი, ასევე ტაქსით, აგრეთვე მიწისქვეშა გადაყვანითი სისტემებით, მატარებლით და ყველაფრით, რაც შეიძლება ადამიანს დასჭირდეს მოგზაურობისათვის. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან უნდა დავბრუნდეთ კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დალასში, ამჯერად ტეხასის შტატში, სადაც მდებარეობს დალასის Fort Worth-ის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ყოველწლიურად 88 მილიონ ადამიანს ემსახურება, რომლებიც 260 სხვადასხვა მიმართულებით დაფრინავენ და ძირითადად რეისებს ასრულებს American Airlines, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავიაკომპანია პლანეტაზე. ეს აეროპორტი, რომელიც 1974 წელს აშენდა, იმდენად დიდია ზომით, რომ მას აქვს საკუთარი zip კოდი და აგრეთვე მას აქვს საკუთარი პოლიციის ადგილი, აგრეთვე სახანძრო და სხვა სერვისები ლოკალურად არის განვითარებული, რადგან ქალაქიდან, დალასიდან ამ ყველაფრის უზრუნველყოფა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ეს არის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გეოგრაფიული ფართობით აეროპორტი, თითქმის 70 კვადრატული კილომეტრის ფართობზე მდებარეობს ის, რაც შედარებისთვის რომ გითხრათ, არის მანჰეტენის კუნძულზე დიდი და აგრეთვე არის ბათუმზე დიდი, ანუ მთელი ბათუმის ქალაქი რო ავიღოთ, მაგაზე დიდი არის ეს აეროპორტი, მას აქვს 7 ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ცხადია, თავად აეროპორტის შენობა არ არის ამხელა, მაგრამ მიწები, რასაც აეროპორტი ფლობს და საწყობები, ანგარები, მთელი ტერიტორია, სადაც ინახება ყველაფერი, მთელი ტექნიკა და თვითმფრინავები, აი ეს ყველაფერი შეკრიბო გამოდის სწორედ აი ამ ხელა ტერიტორია და ეს გასაგები არის, რადგანაც მხოლოდ American Airlines დღეში ასრულებს 1000 ფრენას, ხოლო ცხადია, სხვა ადამიანები ძალიან ბევრს დაფრინავენ, ეს არის ტრანზიტული ავია გამანაწილებელი, ეგრეთ წოდებული აეროპორტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შიგნით აძლევს ადამიანებს საშუალებას, რომ აღმოსავლეთ სანაპიროდან დასავლეთ სანაპიროში წავიდნენ, სამხრეთიდან ალასკაზე ჩაფრინდნენ და ასე შემდეგ. ამიტომაც ცხადია, სხვადასხვა ქვეყნები, რომლებიც რეგიონებში არიან, ასევე აქტიურად იყენებენ დალასის საერთაშორისო აეროპორტს. თუ რა გადავინახოთ ამერიკიდან აზიაში და ვისაუბროთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აეროპორტების ჰაბზე, ეს არის ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ემსახურება არა მარტო იაპონიას, არამედ ფაქტობრივად მთელ აზიას. ეს არის აეროპორტი, რომელიც წლიურად 86 მილიონ ადამიანს ატარებს და ძირითადი ავიაკომპანია, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, ეს არის რა თქმა უნდა Japan Airlines და მიმართულება არის 100-ზე მეტი მსოფლიოს მასშტაბით. საინტერესოა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი აეროპორტი საერთოდ პლანეტაზე, ის ჯერ კიდევ 1910-იანი წლებიდან იღებს სათავეს, ის არაერთხელ განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს, საერთოდაც ამერიკელებმა სამხედრო ბაზად გადააკეთეს, მას შემდეგ ის 70-იან 80-იან წლებში დაუბრუნდა ისევ და ისევ იაპონიის ხელისუფლებას და შემდეგ უკვე ის გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი აეროპორტი აზიის რეგიონში, რომელსაც აქვს 3 გიგანტური ტერმინალი, რომელსაც აქვს უდიდესი ასაფრენი ზოლები და რაც
ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ფაქტობრივად დამოუკიდებელი ქალაქიც კი, რომელსაც თავად შეუძლია საკუთარი როგორც უსაფრთხოების, ასევე სერვისების უზრუნველყოფა. ტოკიოდან უნდა გადავინაცვლოთ ევროპაში, ლონდონის ჰითროუს აეროპორტში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია საკუთარი სახელწოდებით, ის მდებარეობს ლონდონში და ძირითადად ემსახურება British Airways, თუმცა ცხადია, არის სხვა ავიაკომპანიები, რომლებიც ამ აეროპორტში დაფრინავენ ჯამში 230 მიმართულებით, ტრაფიკის რაოდენობა არის 84 მილიონი. თავის დროზე 1946 წელს გაიხსნა ეს აეროპორტი, მანამდე კი ის ემსახურებოდა რეალურად სამხედრო პოლიგონად იყო შექმნილი ის, მაგრამ მას შემდეგ რაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, გადაკეთდა კომერციულ დაწესებულებად. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაკავშირებული აეროპორტი მსოფლიოში, მისი ლოკაციიდან და ლონდონის მნიშვნელობიდან გამომდინარე და სწორედ ამ აეროპორტში იყო კონკორდების ჰაბი თავის დროზე, მანამ სანამ ეს პროგრამა დასრულდებოდა 2003 წელს, გვახსოვს იყო თვითმფრინავი, რომელსაც შეეძლო დაახლოებით 3 საათში ლონდონიდან ნიუ-იორკში ჩაფრენილი იყო, ის ძალიან უცნაური ფორმის თვითმფრინავი იყო, მაგრამ ეს პროგრამა, რომელსაც ახორციელებდა ევროპული კომპანია, მათ შორის Airbus-ი იყო იქ გარკვეულწილად ჩართული, დასრულდა და დღეს ჩვეულებრივი თვითმფრინავები გვაქვს და კონკორდის ფორმის თვითმფრინავები აღარ გვაქვს. აქ სხვა შორის არის მხოლოდ 2 ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, როცა დალაში არის მაგალითად 7. აი ესეთი იყო დღევანდელი რეიტინგები, ჩვენ გაგაცანით მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტები, მაგრამ ცხადია სხვა გადაცემებში კიდევ არ არის საინტერესო სიახლის შემოგთავაზებ სწორედ რეიტინგების ფორმატში, მაგრამ დღევანდელი გადაცემა ამით არის დასრულებული. წინ გელოდება თელა რეგელანტია საავტორო გადაცემა წერტილი, ჩვენ კი ხვალამდე გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.